ისა ნოერი იცი რა მეინტერესებს რა დანაშაული მაქვს უფლის წინაშე ხო არ დამშა და რატომცა ტკივე არა ხათო არა ჩემო უსაყვარლესო ადამიანო რომც გქონდეს დანაშაული ღმერთი ეგრე არ მოქმედებს ანუ კარმა არ არსებობს ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო მოდი მე იობის ამბავს მოგიყვები ხათო და დაახლოებით მიხვდები რა პრინციპია. ანუ იმიტომ რომ ეგ სახარებისეულია იესო ამბობს რომ ღმერთი აწვიმებს კეთილისთვის, ბოროტისთვის, ზეამოყავს მართალთვის და უსამართლოთათვის, ანუ კარმა არ არსებობს, კარმა არის ბულშიტი, ეშმაკის დოქტრინა მოგონილი, ანუ არ არსებობს და ვერ იარსებობს. ეხლა ნახეთ რა შეასახმე. ჩვენ ვიცით რომ ეს ძველახმაში იყო ერთი და მასაც შვილები მოუკვდა და აი ყურადღებით მომისმინე. ხათო შენთვის ყვები ეხლა ამ ამბავს. კომენტარებსაც გავთიშავ სიამოვნებით მეტიც. ეხლა პირადად შენ მინდა რომ მოისმინო, უბრალოდ დამიდასტურე რომ მისმენ და რამე დამიწერე რომ გისმენო. ძველი აღთქმის ადამიანი იყო ესეთი ძველი აღთქმის წმინდანი, იობი. და ნუ მართალი კაცი ეწოდება იობს, იმიტომ კი არა რომ ცოდვა არ ქონდა, უბრალოდ ანუ მორწმუნე იყო და ასე ვთქვათ მორწმუნე ადამიანი იყო და რწმენით მოქმედებდა იობი და ნუ იყო უდიდესი ქველმოქმედი, მორწმუნე, მლოცველი და ასე შემდეგ. ანუ აქ არის აღწერილი ანგელოზთა რეალია იქ, ანუ რომ ღმერთი ამაყობს საკუთარი ქმნილებით. ანუ როდესაც ქმნილებაში ღმერთის ენერგია, უქმნელი ენერგია დაემკვიდრება, ანუ მოქმედებაში ხა ამ შემთხვევაში მან საქმე რაშია რომ ღმერთის წყალობით როდესაც ვინმე მოქმედებს მაგ დროს ანუ ღმერთი არის ამ შემთხვევაში ანუ ღმერთი ამაყობს ანუ კარგი იყო ხო ნიშნავს რომ სულ ყოფილად შექმნა კარგი იყო ანუ ღმერთის იდეას მიყვება ანუ ეს ხდება ღმერთის წყალობით და ანუ იობით ამაყობს ღმერთი აი რა კარგი ბიჭი მყავს იობი და იქ არის აღწერილი რომ ეშმაკი გაერია ღვთისშვილებში ანუ ანგელოზებში და ანუ ეშმაკს რაღაცა გასაგებია თავის ძალები აქვს და გადაადგილდება სულიერი რეალიაში და ანუ იქ გაერია და ღმერთი როდესაც ამბობს რომ რა კარგი ბიჭი მყავს იობი ეშმაკი ამბობს რომ ეგ კარგი ბიჭი იმიტომ არის რომ ყველაფერი აქვს ბული აქვს იზა და შვილები ყავს ცოლი ყავს და კაი ბიჭი იქნება და ერთი მიმიშვი რა და განახებ თუ პირში არ დაგიწყოს გმობა ანუ განახებ როგორი კაი ბიჭიც არის იობი და ღმერთი მიუშვებს ანუ ეტყვის რომ კარგი ოღონდ მისი ცოცხლეს არ შეეხო და ანუ ეშმაკს ნებას დართავს რომ იობი გაცხილოს გარკვეულ დონეზე და იობს დაენგრევა სახლი და დაკარგავს თელ თავის ქონებას ის საქონელიც რო ცხარი ძროხას აბადებელი რაც ყავდა ყველაფერი დაკარგა ეხა საქმე რაში არის მანდ რომ იობი მაგის მერე ამბობს ეს რაღაც რომ შიშველი გამოვედი უფალო და შიშველი მივდივარ ანუ მიუხედავად იმისა რომ გაღარიბდა ანუ ძალიან დიდი ქონება ჰქონდა მას მაგრამ გაღატაკდა ღმერთს ადიდებს მაინც ანუ აი ამერტო მე ღმერთი ისევ აგრძელებს აი იობი არის ჩემთან აი ახე იობთან ვარ მე აი ნახე როგორი კარგი ბიჭია იობი მე ეშმაკი კიდე ეუბნება კარგი ბიჭი იმიტომ არის რომ ყველაფერიოზე კი მიმიშვი და განახებ და იგივეს ეუბნება გახდა მიდი ოღონდ სიცოცხლეს არ შეეხო და იობს მოუკვდება შვილები მას ყავდა 10 შვილი, 10 შვილი მოკვდა და ანუ იობი ახ უკვე ძალიან ცუდად არის, მაგრამ ნუ იობის ეს ცხადია რომ იმით ინარჩუნებს კიდე რომ იობმა იცის რომ ღმერთი ყოვლად მოსიყვარულეა, სამართლიანია და მიშვილებს ესე ღმერთი უსამართლო ვერავის ვერ მოექცევა და იცის იობა რომ მიშვილებს გადაარჩენს ღმერთი აცხონებს და მასთან არიან და ნუ ასე ინარჩუნებს. მერე კიდე ღმერთი რომ ამაყობს იობი, მე ეშმაკი ამბობს რომ მიმიშვი კიდე ერთხელაც და განახებ თუ პირში არ დაგიწოს მოვა და ერთხელაც რომ მიუშვებს, უკვე ახ იობს შეეყრება ისეთი კანის დაავადება, რომ იობს ლპება იობი ჩვეულებრივად, ანუ სულ აგონიაში ერთი წამი არ აქვს შვება. ანუ ეს ტკივილი არის შეუნელებელი. თან წინასახეობრივია იდეაში ეგეც, მაგრამ აი შეუნელებელი ტკივილია. და თან ანუ იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა დაახლოებით რომ იცოდი რომ იობს სუნი ქონდა, ანუ ახლოს ვერ ეკარებიან, ანუ ისეთი მძიმე სუნი ქონდა ამ დაავადების გამო, აი ამ დაავადების სიმძიმის გამო და იმდენად ცუდად იყო რომ იობთან მივა იობის ცოლი და იობს ეუბნება ეხლა შენ მიდი ღმერთს ცითი დაუქნიე გადაბრუნდი და მოკვდი. აი ამ სიტყვებს ეუბნება ზუსტად. და ეს სიტყვები ანუ ცოლმა ჩემი აზრით წარმოიდგინე ცოლიც კი ეუბნება გადაბრუნდი და მოკვდი. ანუ თითქოს ცოლიც არ უდგას გვერდში, მაგრამ სავარაუდოდ მან რაც ხდება არის რომ ცოლმა ეს სიტყვები აღმოთქვა სასოწარკვეთილებით. ანუ იმდენად ცუდ მდგომარეობაში ხედავს იობს რომ ეუბნება ღმერთს ცითი დაუქნიე გადაბრუნდი და მოკვდი. ანუ ვერ უყურებს. ისეც ცოლი ვერ უყურებს. ანუ ცოლმა ზურგი, იმიტომ რომ ისე საშილადა. ეხა მთავარი ამ ამბავში. იობთან მივლენ იობის საუკეთესო მეგობრები, სამი მეგობარი, სწავლულები, ყოვლად განათლებულები, ძალიან განათლებული ხალხი და იობს ეუბნებიან. იობ,
შენ ეს ცუდი რაღაცეები იმიტომ დაგემართა რომ ღმერთი გსჯის იობ შენ ეტყობა რაღაცა საშინელი ცოდვა იობ და ღმერთმა მაგიტო დაუშვა შენთვის ეს განსაცდელი თვალთმაქცები ფარისევლები ლეგალისტები ესეთი ხალხია თითქოს თვითონ არ ქონოდა ცოდვა იობ ხო მაგის ბრალია იობ და სხვათა შორის ანუ ღმერთისთვის იმდენად მიუღებელი იყო ეგ და მათი დამოკიდებულება მეგობრებისთვის რომ ნუ მე მაგას ბოლოში ნახავთ მოგიყვებით მე მან როგორ განვითარდა მოვლენები მაგრამ იობის მდგომარეობას დააკვირდი ყოველად საშინლად არის იობი და აქ იობი უკვე ვეღარ ლოცულობს როგორც ლოცულობდა ხო იყო წინა განსაცდელებში ღმერთს ადიდებდა ეხლა ვეღარ ლოცულობს და დაიწყო იობმა ღმერთთან საუბარი ესე ლოცულობს უკვე ღმერთთან რომ ღმერთო რა გინდა რას გადამეკიდე რანაირად ხარ სამართლიანი როგორ შეგიძლია რას მერჩი რეებს აკეთება ესეთი ლაპარაკი დაიწყო იობი მაგას ეუბნება ღმერთს ეუბნება პირდაპირ იობი რომ რას გადამეკიდე რა გინდა ხო რას გადამეკიდე რა გინდა ამას ეუბნება იობი ღმერთს უკვე კითხებს ომს და იობმა დასვა ძალიან ბევრი კითხვა აი ამ კითხვების წაკითხოს უნდა ალბათ 1-2 საათი იმხელა იმდენი კითხვები დასვა იობმა საბოლოოდ ღმერთი გამოიცხადება იობს იობის 38 თავში და ღმერთი ეუბნება იობს ესეთ რაღაცას იობ შენ მისვამ კითხვებს კი არა ეხლა მე კითხავ და შენ მიპასუხე რა თუ მაგარი ბიჭი ხარ ეგ თემა ვინ არის აი როგორი სიტყვას ეუბნება ღმერთი ვინ არის ის ვინც აბნელებს განგებას თავისი უგუნური უეჭველი უნდა წავიკითხო ანუ მაგ სიტყვებზე ანუ ის მაგ მაჟრიელებს იობის 38 თავია იობის 38 თავია და ძალიან მაგარ რაღაცას წაკითხავ აქედან ისა ძალიან მაგარ რაღაცას ხათო აი ძალიან მაგარ რაღაცას განახი ძალიან მაგარ რაღაცას აი ცოტა მოთმინებით და მაგარ რაღაცას გან მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა ვინ არის რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით წელი შემოისარტყლე მეომარივით მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე სად იყავი როცა დედამიწას ვაფუძნებდი ამიხსენი თუ გაქვს გაგება ვინ დასაზღვრა მისი ზომები თუ იცი მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი როცა საშოდან ამოხეთქა როცა ნისლი მივეცი სამოცელად და წყდიადი სახვევებად როცა დაუდგინე ჩემი წესია ეს მატერიალური ბალანსია და დაუტანე ურდული და კარიბჭენი მოკლედ ღმერთი უხსნის იობს შენ ისიც კი არის მე მატერიალურ სამყაროს როგორ მართავ მით უმეტეს სულიერს მორალურ სამყაროს მიობ შენ ანუ მაგას ხო ანუ მით უმეტეს ეგ არის რეალურად რა ხდებოდა ღმერთი ეუბნება იობს შენ როცა გეცოდინება ყველაფერი აი მე განსაჯე რამდენად კარგად და რამდენად ცუდად მოვიქეცი იობ მეორენაირად შენ მე არიცი როგორ მიყვარხარ შენ არიცი სულიერ რეალობაში რა ხდება და სულიერ რეალობაში რა ხდებოდა ეშმაკი ბრალსდებს იობს ღმერთი იობის ავტორიტეტს იცავს თავისი ძალით ანგელოზებთან იმიტომ რომ ღმერთის რო ეშმაკი ეგრევე განეძევებენ იქ შეიძლება ანგელოს შეპარვოდა ეჭვი ღმერთის ყოვლად სამართლიანობაში იმიტომ რომ ანგელოზი ყოვლის ცოდნე არ არის დროში შეიქმნა იობის ავტორიტეტს იცავს ღმერთი იობ შენ მე არიცი როგორ მიყვარხარ და მით უმეტეს ის არის მე ის რო ქრისტე მოკვდებოდა და უარის ტაძრს ეს არის ის იობმა წარმოდგენა არ აქვს იობს რა ხდება იობი განშის თავისი ცოდნით და ბოლოს ამოხდება ისიც რომ იობს აღუდგენს ღმერთი ყველაფერს გამოაჯამრთელებს და საბადებელი და ქონება რაც დააკარგა ყველაფერს გაუორმაგებს თუ ყავდა 1000 ძროხა 2000 მისცემს ყავდა 500 ხვარი 1000 ხვარს მისცემს ყველაფერი გაუორმაგა შვილების გარდა იობს ყავდა 10 შვილი და იობს შემდეგ ეყოლა ისევ 10 შვილი 20 შვილი არ ეყოლა აი ეხლა კითხვა მაქვს თქვენთან მაყურებელთან თქვენი აზრით რატომ არ გაუორმაგა ღმერთმა შვილები იობს და რატომ გაუორმაგა ყველაფერი შვილების გარდა რა არის ამაზე პასუხი იცით იმიტომ რომ შვილები 64-ში იყვნენ გოდერძი ძალიან დიდი მადლობა ფაქტია შვილები 64-ში იყვნენ ამიტომ გაორმაგება საჭირო აღარ არის ღმერთმა ეგაჩვენა გაორმაგებით მე შენ ყველაფერს გაგიორმაგებ მაგრამ შვილებს არა და აბა თუ მიხვდები იობ რატო იმიტომ რომ ეგ 10-ვე შვილი ღმერთს თავისთან ყავდა იობის ღმერთთან არის უკეთეს ადგილას არის აი ხა თუ უკეთეს ადგილას არის და ადგილში მე ლოკაციას კი არ გულისხმობ უკეთეს კონდიციაშია ანუ ყველაზე მეტად ვისაც უყვარს მას ყავს თავისთან შენი შვილი უფალმა აცხონოს უფალთან არის უფალს ყავს თავისთან ჩახუტებული და
ეგრეა, მართლა ეგრეა. ჩვენ კი ვიტირეთ იქ ლაივში რომ გავიგეთ ჩალი რომ მოკლეს მაგალითად კი ვიტირე, მაგრამ ხო, იმიტომ კი არ ვიტირე რომ ისე ვიცი რომ უყეთის ადგილას არის. უბრალოდ ანუ მაგას სხვა მიზეზია, ხვილი გენატრება და ცხადია იტირებ, მაგრამ უფალთანა, მართლა ესე. მაგიტო არ გაუორმაგა, ანუ იობმა იქ So. Молча, маინც უნდა რომ არა ხა თუ არა რა კაპატია პირიქით ძალიან დიდი მადლობა პირიქით ძალიან დიდი მადლობა დიდება უფლის იესო ქრისტეს სახელს და მადლობა ყველაფრისთვის მას რა. ყველაფრისთვის. მეც მიყვარხართ ყველანი. ძალიან მიყვარხართ მართლა ძალიან მიყვარხართ და უფალი შეგვეწიოს ყველას რა. და არის რომ ხშირად ვერ ვიჩენ საყვარის სიყვარულს რა. დიდება უფალს იესო ქრისტეს. კიოთო. ჩემი ძმა ხარ, კი, მშვიდობა. დიდება უფალს იესო ქრისტეს და აი მადლიერი ვარ ყველაფრისთვის რასაც გვაძლევს რა. და ბედნიერი ადამიანი ვარ მართლა. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ.
იმ დღესაც საფრანგი იყო ის ადამიანი, როგორც მახსოვს. ინვალიდი იყო თან და მოკლეს ქადაგების დროს. დანითა ჩეხის როგორც მახსოვს. და ქრისტიანი აპოლოგეტი იყო და ეს ყველგან ხდება. ანუ ყველგან სხვადასხვა ადგილებში ქრისტიანები მუდმივად ამას გადიან, კლავენ, ეწირებიან, ძალიან ბევრი მარტვილები ყავს, უამრავი ადამიანია, ვინც მარტვილობის გვირგვინს იდგამს დღემდე, ამ მომენტშიც კი უამრავი ადამიანი, ვინც ეწირებიან სახარებას ქრისტეს უფლისწყალობით, დიდება უფალს. მითიური არ არის ეგ, ანუ ეშმაკია და მაგას აღნიშნავს. მე გამოცხადებასთან არის კავშირში, მე აგიხსნით მაგას მani. ცხადი ეგზორსიზმი არსებობს. თქო. ნამდვილად ეგრეა, ჩვენთან არის უფალი იესო ქრისტე და